2025 წელს კახეთში ლეიშმანიოზის 9 შემთხვევა დაფიქსირდა. მოსკიტით დაკმენილ პაციენტს დაავადება რამდენიმე თვის შემდეგ უვლინდება. აუცილებელი არის სპეციალური პრევენციული ღონისძიებების გატარება, რათა განსაკუთრებით ბავშვები ინფიცირების წყარო არ გახდნენ. ლეიშმანიოზი მსოფლიოს 98 ქვეყანაშია გავრცელებული და მათ შორის საქართველოში. არის ლეიშმანიოზის ორი სახეობა, კანის და ვისცერული და უფრო მეტად გავრცელებული არის ვისცერული ლეიშმანიოზი ჩვენთან ვიდრე კანის. ვისცერული ლეიშმანიოზის დროს ინფექციის წყაროს, ანუ რეზერვუარს წარმოადგენს ცხოველები, ძაღლი, მაწანწალა, პატრონიანი ძაღლიც, მგელი, მელატურა და კანის ლეიშმანიოზის დროს საქართველოში უფრო მეტად ინფექციის წყაროს წარმოადგენს მაჩვი. რაც შეეხება დაავადებულ ადამიანს, ახასიათებს შემდეგი კლინიკა: ტემპერატურა 39-40 გრადუსი, სისხლში ხდება ცვლილებები ფორმიან ელემენტებში, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ანემია, სისხლნაკლებობა. ზოგიერთ შემთხვევაში, თუ დიაგნოზი სწრაფად არ დაისვა, იმდენად მცირეა ლიმფოციტების რაოდენობა, რომ სისხლდენით იღუპება პაციენტი. ამიტომ საჭიროა დროული დიაგნოსტიკა, იმიტომ რომ ეს დაავადება გავს სისხლის დაავადებასაც, ლეიკემიას და ამიტომ უნდა მოხდეს მისგან სწრაფი დიფერენცირება, დიაგნოზის დასმა, რომ არ გქონდეს ლეტალური გამოსავალი. ასევე ხდება ღვიძლის და ელენთის გადიდება, რაც არის ძირითადად სადიაგნოსტიკო ნიშანი ამ დაავადებისთვის. და რაც შეეხება ძაღლებს, დაავადებულ ძაღლს აქვს კანი აქერცლილი, აქვს წყლულები და თვალები გაწითლებული, კონიუნქტივიტი. ამიტომ არ არსებობს დაავადებული ძაღლის მკურნალობა და საჭიროა მისი ევთანაზია. რაც შეეხება პროფილაქტიკას. პროფილაქტიკა, ანუ ზაფხულის პერიოდში ეს აგრესიული მოსკიტი გამოდის თავისი, სადაც ბუდობს, იქედან ძირითადად ეგენი ბუდობენ გაჩეხილ ტყეებში, ფუღუროებში, ნაგავსაყრელებზე და აქტიურდებიან ივნისის ბოლო კვირიდან სექტემბრის ბოლომდე. ამიტომ თუ ადამიანი ცხოვრობს იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც არის მოსკიტების დიდი რაოდენობა, საღამოს როდესაც გავა, კანი ბოლომდე უნდა გქონდეს დაფარული სამოსით. ან კანზე წაისვას რეპელენტები, ანუ მწერების დამარხობელი საშუალება.